ესე რეგიონი თბილისის შემდეგ სტიუარდების ინსტიტუტი პირველად აჭარაში დაინერგება. პროგრამა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე პოლიციელთა სტიუარდებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს და ამ რეკომენდაციებს UEFA იძლევა. ეროვნული ნაკრების თამაშებზე შექმნილი საორგანიზაციო პრობლემების გამო პროგრამა თბილისში გასული წლის მარტში ამოქმედდა. პროგრამის დეტალები დღეს საქართველოსა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა რეგიონში მოქმედი საფეხბურთო კლუბების უსაფრთხოების ოფიცრებს გააცნეს. განსაკუთრებული მოთხოვნები დაინტერესებული პირების მიმართ ფედერაციას არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ სტიუარდების სამსახური ანაზღაურებად იქნება და უახლოეს მომავალში აჭარის ფეხბურთის ფედერაცია აპლიკაციების მიღებას დაიწყებს. შეხვედრა იყო გასნობით ხასიათის სტიუარდების გადამზადების კუთხით და მატჩების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან მიღებული აქვს ევროპაში და მსოფლიოში რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩატარდეს მატჩები და ჩვენ ვიგმოთ რაც შეიძლება მალე ხაბარავდოთ რამოდენიმე დღეში გამოცხადება ვაკანსიები. ამ ვაკანსიაზე მოწვევა და მიღება ამ სამსახურის შეიძლება ნებისმიერ სურვილს. ვისაც უყვარს ფეხბურთი თუ არ უყვარს ფეხბურთი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ანაზღაურებადი და ძალიან საინტერესო მათთვის. პირველი უფრო გაცნობიტი შეხვედრა იყო და აუცილებლად უნდა ამუშავდეს ეს პროგრამა, რასაც ქვია სტიუარდების გადამზადების პროგრამა და საერთოდ სტიუარდების ინსტიტუტის დანერგვა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე, უფრო მოწესრიგებული, უფრო კომფორტული იქნება როგორც მაყურებლისთვის, ისე მონაწილე გუნდებისთვის სტიუარდების მომსახურება და თვითონ უბრალოდ მარტივად ასე ვთქვათ, ხალხი დასაქმდება, სტუდენტებს ძირითადად მიეცემა საშუალება ჩაერთონ ამ პროგრამაში და დამატებითი შემოსავალიც მიიღონ. სერიოზული საუბარი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. კლუბში არის უკვე საუბარი, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება, დაცულია ჩვენთან პარამეტრები და ეხლა ვეცდებით უფრო გავაძლიეროთ ამ მხრივ მიმართულება და დავიცავოთ უსაფრთხოება მასპინძელი გუნდის და სტუმარი გუნდის მხრივ.